დანაშაულიც არ უნდა მოხდეს, მიდგებიან, მოდგებიან და ეგრევე იწყებენ ფსიქიკური პრობლემებზე საუბარს. ფსიქიკური პრობლემები ხო არ ქონდა, ადეკვატური ხომ იყო, ბიჭო. რა ვიცით, აი რატო კითხულობენ მაგას? მოძალადე ხო არ იყო, ნასამართლელი ხო არ იყო? ხშირად ამას არ კითხულობენ, ამდენჯერაც ფსიქიატრიულ დიაგნოზს და თითქოს ყოველთვის ამ ვერსიას შემოაგდებენ ხოლმე, რომ ალბათ არ იყო ფსიქიკურად ჯანსაღი, ფსიქიკურად გაწონასწორებული. ამ დროს რამდენი ადამიანი არის ფსიქიკური დიაგნოზით, რომელიც არის არანაირი დანაშაული ცხოვრებაში არ ჩაუდენია, არავისზე არ უძალადია და ამ დროს აი სულ მცირე რაოდენობით შეიძლება მათ შორის იყოს ვიღაცა მოძალადე თან პარალელურად და ამ დროს დიაგნოზის არ მქონე ადამიანები ძალიან ბევრი შეიძლება იყვნენ და არიან კიდეც მოძალადეები. რატო ყოველთვის ხდება ამ დიაგნოზის ხაზგასმა და ამის წვირში ესე ვთქვათ ამოდინება ვერ ხვდები, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ადამიანს ამოძრავებს დაუსჯელობის სინდრომი, როცა ადამიანს უჭირავს ხელში იარაღი, რომის ნებართვის ასაღებადაც სხვათა შორის საჭირო არის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც ამ ადამიანებმა ესე იგი წარმატებით გაიარეს თავის დროზე. როდესაც ადამიანს აქვს ბლატები, ფული, რაღაცა ძალაუფლება, დაუსჯელობის შეგრძნება, რა შუაში არის მისი ფსიქიატრიული დიაგნოზი. აქვე მინდა გავიმეორებ და კიდე ძალიან ხშირად ამას იყენებენ ხოლმე, რატომღაც გონიათ რომ ეს უკეთესია თავიანთი დაცვის მყოფებისთვის. ადვოკატები, როცა უნდათ რომ ადამიანი გამოაძვრინონ, არადა ფსიქიატრიულში ადამიანის ყოფნა არის განუსაზღვრელი ვადით. ანუ სანამ ექიმი გადაწყვეტს, მაგრამ სავარაუდოდ ესეთ ადვოკატებს აქვთ ხოლმე იმედი, რომ ფსიქიატრიულს მოგთავავენ და ჩქარა გამოაშვებინებენ გარეთ და ციხის რა თქმა უნდა ვადა კიდევ არის ხოლმე განსაზღვრული, ხო? და ამიტომ ცდილობენ, რომ ესე დაიცვან, ესე თქვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი. მაგრამ და ამის პარალელურად საზოგადოება ამას ეს კითხულობს ძალიან ადვილად, რომ კი, მოდი ჩავკეტოთ ყველა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანის სადღაც გამოვამწყვდიოთ, რომ მათ არ ჩაიდინონ დანაშაული. ამ დროს ადამიანი, როდესაც დანაშაულს ჩადის, მან უნდა აგოს პასუხი. ეხლა ვიტყვი და გავიმეორებ იმას, რასაც ამბობს ხოლმე ერთ-ერთი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანების უფლებების დამცველი, სიტყვით, როდესაც ადამიანი ჩადის დანაშაულს, ის უნდა იხდიდეს სასჯელს. არ აქვს მნიშვნელობა, მას აქვს თუ არა ფსიქიატრიული დიაგნოზი. თუ დიაგნოზი აქვს, მას უნდა შეეთავაზოს ნებაყოფლობით მკურნალობა სასჯელის პარალელურად და თუ ის დათანხმდება, უნდა იმკურნალოს, თუ არ დათანხმდება, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, ისევე როგორც სხვა დამნაშავე. რა თქმა უნდა, გარემო უნდა იქონდეს შექმნილი, რომ მაგალითად თვითდაზიანებების მიყენება ვერ შეძლოს და ის უსაფრთხოების წესები რაც უნდა იყოს დაცული, უნდა იყოს რა თქმა უნდა დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს არავისთვის ინდულგენცია, არ უნდა იყოს არც ერთი დიაგნოზი, იმიტომ რომ დიაგნოზი თავისთავადაც არ ნიშნავს საშიშროებას, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივს და არც ის შეიძლება რომ ადამიანი პრევენციულად ვიღაცები სადღაც ჭყარებში მოვხვეტოთ და გამოვკეტოთ. და ძალიან გთხოვთ ყველას, ჟურნალისტებსაც, რომ ნუ ტირაჟირებთ ხოლმე ამ თემებს და ამას ნუ იმეორებთ, იმიტომ რომ ეს ფსიქიატრიული დიაგნოზი არაფერ შუაში არ არის ადამიანის დამნაშავეობასთან.